როცა ძალიან ნიჭიერი კაცი იბადება ის ბედნიერება მარტო მისთვის არ ყოფილა მე ვფიქრობ ძალიან დიდი წრისათვის რომლებიც მისახლობლებად თვლიან თავს ნათესაობისათვის მეგობრებისათვის და როცა მისი მასშტაბი უკვე გაცილდება მასაც კი მე უკვე ქვეყნისაც არის და მე მახსოვს არა ყველანი მოსწრენი ვართ იმისა რომ რისთვისაც დაიბადა ეს კაცი ხო იმდენად ნიჭმა არ მოასვენა რომ აი ნიჭმა მიაგნებინა იმ ადგილისათვის რაც უნდა ეკეთებინა და როგორ სამსახურში უნდა ჩამდგარიყო თავისი ერის საქართველოში რო კაც გაუკვირდება ვინმეს იუმორი როგორია ახლა მithumetes დასავლეთ საქართველოში სადაც კი ყოფილა რა ხდებოდა ხოლმე ამაზე ეს ბოლოს თავის მილიციერით კიდე რა საჩუქარი გამიგეთა სულ სასწაული იყო ესე იგი რაღაცა ავტორიც შეეძლო ყოფილიყო რეჟისორი შეიძლებოდა ყოფილიყო შემსრულებელი ხო იყო და იქ მიმართულებებშიც კი ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ სუეძებდა ხოლმე რომ ყავდა სულ მუდმივი მეგობრები ამაში მაგრამ ახლებსაც ეძებდა ხოლმე კიდე უნდა და რაღაცა სიახლე შეეტანა მე ენერგიაზე მინდა ვთქვა რომ ნიჭი იქნებ ენერგიაც იყოს ისი რანაირი ხარჯვა იყო კაცო მე ვთქვა საქმეში დავიხარჯები მე რაღაცა მჭირდება რაღაც ამოსუნთქვა მჭირდება დასვენება მჭირდება სული უნდა მოითქვა რომ რაღაც შემდეგი თავიდან მანამ შედგება ეს ამბავი რაღაცა ენერგია ისე აღვადგინო ისე შეიძლება ამ სუფრაზეც იქ პირდაპირ გადასვლა საქმიდან სუფრაზე ისევ და იქვე რანაირად იხარჯებოდა ხოლმე ეს რა იყო რა არის ღმერთი რას უშვება ერთს რომ რამდენს მისცემს კაცო იქნება ამდენმა ხარჯვამაც ცოტა ადრე მოახდინა რა ის რომ ჩემზეც ნუ ერთი წელი თუნდაც ყოფილა ჩემს ბაკაცი და ჩემზე ადრე წავიდა რა ადრე დახარჯა თავისთან მაგრამ ჩვენ გაგვავს ჩვენ ძალიან გაგვავს თავის სიყვარულით და ნიჭიერებით მე აი ეს კონდა რა ყოველთვის რა მეკვირდა იცი რომ აი ხა სულოცოდვილო აი კაცი ადამიანი ახსენე ის მილიციელი იბას ვეწყლარად ვერ უყურები მილიციელს რაღაცას ასაულია და რამდენი პლანი მოაქვს რა იმის დროს ეს იგი თვითონ სცენის დროს რამდენი რამე იგრძნობა ისიც რომ ოხვით ომს იმ კაცებს რომ თამაშობს არადა რომ ატყობ რომ დამჭერი არის კაცის არ უნდა არავის დაჭერა არადა რომ უნდა რომ დისციპლინა კონდეს და აი ყოველთვის კარგი მასალა არ ქონდა მას როცა ესე იგი შესასრულებლად ყოველთვის არ იყო ისე რომ ექსტრა კლასის პიესებში თამაშობდა თუ ნოველები ქონდა ასეთი მაგრამ გამართლებელს ამართლებდა აი ეს არის ყველაზე მეტად რაც მაოცებს სხვას რო ეთამაშა იგივე მასალა ვერ შეძლებდა ისე დარწმუნებას ჩვენსაც თვითონ რო აკეთებდა ყველაფერი გამართლებული იყო ეს მე აი ეხლა ვიფიქრე თემურ რა იცი აი ვთქვათ რუსულ ესტრადაზე მეტად ესე იგი ზუსტად ურტყავენ ხოლმე მიზანში და რა თქმა უნდა იუმორი ყოველთვის არის მაგრამ ამავე დროს იმ მოვლენის მიმართ რის მიმართაც არის მიმართული ეს მასალა დაუნდობლებიც კი არიან თენგისთან მე მithქვი ამაზე რომ უფრო მეთქი რაღაცა უფრო დაუნდობელი უნდა იყო იმ მოვლენის მიმართ რაზეც შენ ლაპარაკობ მაგრამ აი ახლა რა ვიფიქრე იცი თავის ბუნება არ აძლევდა ამის საშუალებას მე მგონი მეტად ქონდა დიდი სიკეთე და ისიც კი რასაც ვთქვათ რო იტყვია რომ ამას ხარავებდა იმის სადმიც კი იმ მოვლენისადმიც კი კეთილი იყო ხოლმე აი ეხლა ვიფიქრე იმიტომ რომ
აი დრო რო გადის, როცა კაცი აღარ არის, იმაზე კიდე სხვა კუთხით აფიქრობდა. იქნება ამაში იყო საქმე და რასაც მე ვსაყოდრობდი, იქნებ იმისი პლუსი იყო ეს სწორედ. ხო, არავის არ ანადგურებდა. ამაზეც სიყვარულით ლაპარაკობდა, ვისაც თითქოს დაცინოდა იმ მომენტში. იმიტომ რომ ძირითადად ის მაინც თავის ქვეყანაზე ლაპარაკობდა და ეთქობა ქვეყანა უყვარდა. ხო, მაინც ესე ყოფილა. ეგ ძალიან ზუსტი ის არის. აღნიშნო მისი ბუნებისა, იქაც გამოშვიოდა. ეხლა ის სუფრაზე რო ბრძანებდი სუფრასთან მე არ ვიცი, სუფრასთანაც ისეთ საინტერესო იყო, იმიტომ რომ არ იყო ეს მასთან, არ იყო ეს ღვინისმად და სუფრასთან გავსოს, აი, რა ვიცი, ერთხელ დაუსრულებელი ნიჭიერება იყო. გასტროლებზე ვიყავით ერთხელ ქუთაისში, ჩვენ მარჯანიშვილის თეატრი და თენგიზი მაშინ თავის თეატრთან ერთად იმერეთში იყო მოკლედ აღარ მახსოვს. არ ვიცი ზესტაფონში არ ვიცი დადიოდა ასე დასავლეთ საქართველოში და რო გაიგო ჩამოვიდა გავხსოვთ და რომ მოგვიყარა თავი ყველას და რომ წავიყვანა მე თუ ცუდად არ გავხდებოდი იმ სუფრაზე არ ვიცი ფიზიკური საფრთხე შემექმნა ვიდრე არ მოვკვდე ხლა რა იყო ეს აი ამოუწურავი რაღაცა ქონდა და როგორ უნდა რომ ჩვენთვის დახარჯული იყო და ჩვენთვის აპაო მითხრა შენ სპექტაკლებს ხარ გადაღოლილი როდის აბოყვალ სპექტაკლზე სადგიყურო და აი არავით არ მახსოვს იქ არ ძღვინისმა არაფერი არ მახსოვს ამის გარდა რაღაც ამოუწურავი კი მახსოვს და ადრე მithქვია კიდევაც ხო რაღაცა წარმოუდგენელი აი არ არის რა წარმოვიდგენდით აი მაშინ იგი მამა ჩემის ის რო გააკეთა ხსოვნის შენ როგორ იგონებ და ჩემთვის რა იყო ეს დღე და აი გავიდა სულ ცოტა ხანი და ჩვენ გვიწევს ასე შეკრება და მასზე საუბარი როგორც ის სხვებზე მამა ჩემზე იყო თუ სხვა მეგობრებზე ლაპარაკობდა არაფერი მაგრამ ეთყობა ის რომ აი ახლა ვარ ლაპარაკობთ მასზე და თითქმის ფრაზა არ გვითქვამს ღიმილის გარეშე იუმორის კი არა აი ღიმილის გარეშე ეგ როგორი სინათლე დატოვა ჩვენში ღმერთმა ქნას რომ ასეთი ადამიანები არ დაიგენა სინათლეს და შუბს დატოვებენ რაღაც თავარი ეგ არის მე მგონი რაც რჩება კაცისაგან ეგ არის რომ რა სიტყვას ტოვებს რა სიყვარულს ტოვებს ხალხში რა კვალსატოვებს და თორემ პრინციპში ერთ რამეში ვარგი ვართ მაინც ქართველები უნაკლო არავინ არ არის მაგრამ ეს ძალიან მომწონს რომ ის რაც გარდაუვალია იმაზე ძალიან დიდი დარდი არ ვიცით ხოლმე დარდი ვიცით იმაზე ვინც უკვე არ არის თორე ესე კაცი თვითონ შენ დასასრულს მაინც ქართველი კაცი დიდი უბედურებით რა ეგრეა და რა უყოთ რა ერთი ნუგეშია რომ როცა იქნება ჩვენც იქ ვიქნებით და იქნება ერთადაც ვიყოთ ვერთ მაგის